ჩვენ კი ახლა უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში ზაზა ბიბილაშვილი, მას ჩავთავთ ახლა და მინდა ზაზა ბიბილაშვილთან საუბარი დავიწყოთ იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, მივესალმები მას საქართველოში აი პოლიტიკის კორექტირებაზე ვლაპარაკობდით, ეხლა ის ოპერაცია, რომელიც ჩაატარა სუსმა და უკავშირდებოდა დაკავებას ადამიანის და მე გვითხრეს რომ თურმე ის ჯაშუშობდა მათი პროპაგანდისტული არხების მიხედვით რუსეთის სასარგებლოდ. სუსი ამას თვითონ არ ამბობდა, მაგრამ რუსთავი 2-ისგან გავიგეთ ამის შესახებ. ანუ რას ცდილობს ახლა ივანიშვილი, ეს ხო წარმოუდგენელი იქნებოდა ცოტა ხნის წინ, რაღაცა კეკლუცობა ამერიკასთან, თითქოს იქნება ევროპაც დამჭირდეს ეს connectivity, ეს დაკავშირებადობა. თუ რასთან გვაქვს საქმე, თქვენი ანალიზი როგორია? მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის. რა ვიცი, აქედან ერთი კიდე 14 წელი რო გააგრძელოს ჯვარი გწერია ჩვენ და ამ ქვეყანას ოცნებამ და კიდე ის კურსი გააგრძელოს, რომელზეც ახლა თქვენ ამბობთ, თვალთმაქსური კურსი თითქოს ახლა დღეს თუ გუშინ რუსეთის ჯაშუშები რო დაიწერეს, მაინც დაუჯერებელი იქნება მათი ეს ტრანსფორმაცია. მე ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ, რომ პრორუსულობა არ არის მათი არჩევანი, ეს არის ფუნდამენტურად რუსული პოლიტიკური პროექტი და ის ადამიანები, რომლებიც ბიზნეს ივანიშვილთან ერთად იყვნენ და საუბრობდნენ მასთან, რა ვიცი, მე გავიხსენებ ჟურნალისტი მაგალითად თქვენი კოლეგის ირაკლი ტაბლიაშვილის არაერთ ეთერს და გახსენებას, რომელიც ზუსტად იმას ადასტურებს, რომ პირველივე დღიდან ივანიშვილს ძალიან ნათლად ჰქონდა კაფიო, ჰქონდა ჩამოყალიბებული მისი მიზნები, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და ის მანდატი, რომელთაც ის მოდიოდა, ხო? პირველი რაც მან გააკეთა, ერთ-ერთი პირველი განაცხადი ქართული ოცნების, ქართულ პოლიტიკაში იყო ის, რომ გამოუშვა ყველა ჯაშუში, ყველა ტერორისტი, ყველა აგრესიული სეპარატისტი, რომელიც დაჭერილი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ წინა ხელისუფლება იცავდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და არა მხოლოდ გამოუშვა ეს ხალხი, არამედ მათ დაარქვა პოლიტიკური პატიმრები. აი ეს რაღაც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა და ვიმეორებ, ეს უბრალოდ ჯაშუშები კი არ იყვნენ, მაგალითად საქართველოს მოქალაქე, რომელიც გადაიბირა ვიღაცამ. FSB-ს პოლკოვნიკი იყო ერთ-ერთი მათგანი, შეუძლებელია, ხო, ოკუპანტის სახელმწიფოს სპეცსამსახურის მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც დავალებაზეა ჩამოსული საქართველოში, ის რო ყავს დაჭერილი, ხო, ის შეიძლება გაუცვალო, შეიძლება კეთილდების ჟესტით გაათავისუფლო და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტპატიმარი დაარქვა, ეს არის ღალატის დეკლარაცია, ეს არის რომ თქვა რომ კი ბატონო, ჩვენ რუსები ვართ, სხვაგვარად ეს არ აიხსნება. გავიდა 14 წელი და მსგავსი არაფერი არ მომხდარა ამ 14 წლის განმავლობაში, რომ რუსეთს ოდნავი დისკომფორტი შექმნოდა საქართველოში, პირიქით ტოტალურ კომფორტში არიან. კიდევ რო გავიხსენოთ, ხო, შეგახსენებთ ალასანია რო ყიდულობდა თავდაცვით იარაღს, რაც საქართველოს თავდაცვას უნდა მოხმარებოდა, ივანიშვილმა რო გააგდო ის ამის გამო, ნაწილობრივ ამის გამო საკუთარი კოალიციიდან, მე თქვა რომ პუტინს ლამის პირადად უხდიდი ბოდიშებსო. ესეც გავიხსენოთ, ხო? უხდიდა ბოდიშებსო, საქართველოს თავდაცვა შეიძლება და გაძლიერებულიყო. მერე იყო დიპლომატიური სკანდალი, როდესაც ევროპის ყველა ქვეყნიდან და დასავლეთის ქვეყნებიდან გააძევეს რუსი ჯაშუშები და დიპლომატები და საქართველოს მოუწია აი ამ შვეიცარიის განყოფილებიდან ერთი რუსი კარისკაცის გაძევება ფორმალურად და მერე ლავროვმა ჩაუშვა, რომ კიო კაცო, მერე დაგვირეკეს და ბოდიშებს გვიხდიდენო, ხო ხდებით, რომ სპანაერად არ გამოდიოდაო. და ამ ყველაფრის ფონზე ახლა ვის მოატყუებს ივანიშვილი განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბოლო წლებია ძალიან თანმიმდევრულად უკვე ღიად სულად დაუფარავად არის დაპირისპირებული დასავლეთთან. კანონმდებლობით, ამ კანონმდებლობის აღსრულებით, პოლიტიკით, რიტორიკით, ვინ არის მისთვის მტერი, ვინ არის მისთვის მოკავშირე, ვის რას უბედავს, ხო, რა ვიცი, ახლა მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ირანის-ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მუხარა გააჟღერა საქართველოს მიმართ, ხო, ძალიან არაურაზროვანი, ძალიან არადიპლომატიური. კაცი შულს არ მოუღია ამაზე და როდესაც საქართველოს მეგობარი ევროკავშირის ელჩი იძახის იმას, რაც არის საღი აზრი 2x2 4 გასაგები, მისაღები ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყველა პატრიოტი ქართველისთვის, ამასთან დაკავშირებით აქ დატეხილი ერთი ამბავი. ხო და შესაბამისად შიდა მოხმარებისი შეიძლება იყოს, აი ალექსი პეტრიაშვილი ხა მაგალითად ამბობდა, რომ ამას აკეთებენ ახლა საკუთარი აუდიტორიისთვის და სინამდვილეში ამ ეტაპზე ცდილობენ ევროპასთან რაღაცა საერთო ენის გამონახოს და გამოვაჭრებას რაღაცის. კი, შეიძლება, თუმცა ქართულ ოცნებას დიაგნოზი უკვე დაესვა. არის სცენარები, როდესაც რომელშიც უпростоრად ევროპა შეიძლება დაჭირდეს გარკვეული დე-ფაქტო
ანუ ფაქტობრივი კონტაქტები იმ ძალასთან, რომელიც აკონტროლებს დღეს საქართველოს ტერიტორიას, ქართულ ოცნებაზე მაქვს საუბარი და დიდ სურათში რუსეთზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გული მოუბრუნდებათ, რაღაც გულწრფელი პარტნიორობა იქნება მათ შორის, თანამოაზრეობა იქნება და არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას მიიღებენ როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველ ძალას, იმიტომ რომ ეს ასე არ არის. ქართულ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ნატოს წევრობა, უნდა თავის ისტორიულ ცივილიზაციურ ოჯახში დაბრუნება და ამას დღეს მთავარ წინაღობად ყავს ზუსტად ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად მათი შანსი რომ ვინმე მოატყუონ დღევანდელი გადმოსახედიდან არის ნულის ტოლი. დიახ, და ამ ფონზე მე მინდა თქვენთან გავაგრძელოს საუბარი, რაც ხდება ევროკავშირში, გულისხმობ ორბანის წასვლას და ჩვენი დისკუსიის პირველი ნაწილი ძირითადად ამას დაუთვეთ, მაგრამ ამავდროულად იმ ახალი ტრიოს გაჩენას, რომელიც არის ევროკავშირში და ჩვენ ნახეთ, რომ ქართული ოცნება უკვე ცდილობს ახალი მეგობრები გაიჩინოს ორბანის მიღმა. ეს იქნება ჩეხეთი, ეს იქნება ბულგარეთი, ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ფიცო, ბაბიში და რადევი, მაგრამ ყველა ანალიტიკოსი, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით, აი ჟუჟანავეი თან საუბრის ნაწილი ვაჩვენეთ, ყველა ამბობს, რომ კი ისინი რუსული გავლენების ქვეშ არიან, მაგრამ მათ არ აქვთ ის ძალა, რაც ჰქონდა ორბანს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ ისეთი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ჰქონდა პუტინის მთავარ მოკავშირეს და მეორე ეს ქვეყნები ევროკავშირზე ძალიან არიან დამოკიდებული. რადგან შეიძლება აძლევდეს ახლა ეს ტრიო ქართულ ოცნებას აი რაღაცა ნაბიჯების წინ გადადგმის ან სიხარულის საშუალებას. ერთი მხრივ ბუნებრივია ხა ის სამი ქვეყანა რომელიც მე ჩამოთვალეთ ნათია სამივე არის კი ბატონო ნაკლებად დამოკიდებული რუსეთზე და ნაკლებად პრორუსული ვიდრე იყო ორბანი მაგრამ მაინც სამივე არის თუ შეიძლება ევროკავშირში ასეულოს პრორუსული ხელისუფლება აი შედარებით პრორუსულები არიან ესენი ასევე ბაბიშის შემთხვევაში ივანიშვილისებრი ტიპაჟია ეს არაერთხელ გაჟღერებულა შესაბამისად ჰავს ეჭიდებიან ხო და ცდილობენ რომ აი ამით ისევ შიდა მოხმარებისთვის ან არ ვიცი რაღაც რუსული სტილის რიტორიკისთვის თქვენ რომ კი ჩვენ როგორც ახლა მაკაბოჭორიშვილმა თქვა გუშინ თუ გუშინ წინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩვენ კი ბატონო ვდგამთ ნაბიჯებს ევროკავშირისკენ რაც ვიმეორებ არის სრული აბსურდი და აპრიორი განცირულია მარცხისთვის ვინაიდან ორბანის წასვლით კარგა ხანი ვერ შეივსება მისი ნიშა, ეს გათავისუფლებული ნიშა, რომელიც რეალურად უმოქმედოდ აქცევდა ევროკავშირის საკვანძო მიმართულებებით, როგორც არის უკრაინის მხარდაჭერა, დაფინანსება და ასევე ივანიშვილის ჯგროს მიმართ რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და სანქციების შემოღება. ნახოთ როგორ განვითარდება ეს პროცესები და ვიმეორებ ეს არ არის უბრალოდ ეს არ არის საქართველოს ინტერესებიდან გადადგმული ნაბიჯები. ეს არის კონკრეტული ჯგუფის ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის ინტერესებიდან გადადგმული ნაბიჯები, რომ მათ შეინარჩუნონ ხელისუფლება და დაიცვან თავი ფინანსური სანქციებისგან და პოლიტიკური ასე ვთქვათ, ასევე სანქციებისგან დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. თუმცა კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს თემები დაბრუნდება. სანქციებს გულისხმობდა ის სწორედაც და შეკითხვა მთავარი, რომელიც მან მიიღო იმის შესახებ, რომ ორბანის წასვლის მერე მფარველი დაკარგა ოცნებამ და ეხლა შეიძლება თუ არა სანქციების პოლიტიკა კვლავ ქმედითი გახდეს ევროკავშირში, სწორედ ამაზე განაცხადა, რომ ეს თემები აუცილებლად დაბრუნდება განხილვის დღის წესრიგში. კი, ბუნებრივია, ვინაიდან როგორც თქვით უკვე ორბანი იყო ის მოთამაშე, რომელიც ყველაფერს ბლოკავდა და ივანიშვილის მაშველი გოლი იყო საკვანძო წუთებში. ეს პიროვნება აღარ არსებობს და ზოგადად აი იმ ქვეყნებშიც, რომელიც ჩვენ დავასახეთ, უნგრეთი ძალიან მძიმე წონოსანია. ისტორიულად ასეა, პოლიტიკურად ასეა და უნგრეთის მაგალითი იქნება და არის კიდევაც გადამდები, თუმცა მე არ მინდა შიდა პოლიტიკური ანალიზისკენ წამოვიდე, ვინაიდან ძალიან დიდი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით და მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც პირდაპირ ანალოგიას ნამდვილად ვერ ხედავენ და პარალელებს ვერ ხედავენ
საქართველოსა და უნგრეთის საარჩევნო პროცესებს შორის. დიახ, და ამის შესახებ განცხადებები ჩვენს ეთერშიც მოისმინა ალბათ ჩვენმა მაყურებელმა. ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესიც პირდაპირ ამბობს, რომ აქ სრულიად რეპრესიული და ძალიან მკაცრი სისტემაა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ეს რუსული ოლიგარქის პირობებში, რომ ვინმე მოახერხოს წარმატების მიღწევა და იგივეს ამბობდა ჟუჟანა ვეიც და ასევე აცხადებდა იმას, რომ ქართული ოცნების მოლოდინი, რომ ადიართან დაალაგებენ, ასე არ იქნება. აქ უბრალოდ შენარჩუნებული იქნება დიპლომატიური არხები და ეს იდეოლოგიური თანხმედრა და განსაკუთრებული კომფორტი, რაც ჰქონდათ ერთმანეთში, ეს ასე ვეღარ გაგრძელდება მადიარის პირობებში, რომელიც კი პრაგმატული პოლიტიკოსია, მაგრამ რა თქმა უნდა აკვირდება იმას, რა ხდება ახლა რეგიონში. ხო, რაც შეეხება იდეოლოგიურ თანხმედრას, ოცნებას იდეოლოგიური თანხმედრა არავისთან არ აქვს. ოცნებას თანხმედრა აქვს რუსეთთან, იმიტომ რომ რუსები არიან, მაგრამ შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ პირველი 10 წლის განმავლობაში მათი მთავარი პარტნიორი ევროპაში იყვნენ ევროპელი სოციალისტები. და მე როცა დაჭირდა თუცბად ამოატრიალეს პლასტინკა მაპატიეთ ჟარგონისთვის, ამოატრიალეს მათი ნარატივი და აღმოჩნდა, რომ არიან ულტრამემარჯვენე ოჯახური ღირებულებების დამცველები და კონსერვატორები. თურმე, ხო? ანუ ისინი, რომლებიც აი გუშინ წინ იყვნენ ევროპელი სოციალისტების პოლიტიკურ ოჯახში. არანაირი იდეოლოგია მათ არ გააჩნიათ. ეს არის უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი მართული ივანიშვილის მიერ, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესი. მათი ინტერესი არის კორუფცია, ხელისუფლებაში დარჩენა და ამ ქვეყნის ბედით ვაჭრობა საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ. ამას აკეთებენ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. მე ვიტყოდი საერთოდ ივანიშვილის პარტიის შექმნის დღიდან. ეგ იყო ამის ამოსავალი წერტილი თავი და თავი. ეს არ შეცვლილა და არ შეიცვლება, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენთვის სასიკეთოდ ვითარდება მოვლენები ზოგადად რეგიონში და ამაში გულისხმობ იმას, რომ ირანს ზღვის დასახმარებლად აღარ სცალია და აღარ თავი აქვს. რუსეთი აგერ მეხუთე წელი მიდის და ჩამპალია და ჩამხრჩვალია იმ ხაფანგში, რომელშიც თვითონვე გაივა საკუთარი თავი და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან და მე მგონია, რომ უფრო ადრე ვიდრე გვიან გაგვეხსნება შესაძლებლობის პანჯარა, რომ ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა და დააბრუნოს ეს ქვეყანა თავის ლოგიკურ ისტორიული განვითარების გზაზე, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას და ვაღიარებ და ვეთანხმები ჩემს წინა სტუმარს ბუკამაცეს თქვა, რომ ნატო შეიძლება განახდეს, შეიცვალოს, რეფორმირდეს, მაგრამ ეს ალიანსი არსად არ წავა, არსად არ გაქრება და არც ის გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება არსებითად, რომელმაც ნატოს შექმნა განაპირობა თავის დროს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, შესაბამისი მაისურით ხედა ვილია ჭავჭავაძის გამოსახულებებს საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენთან ერთად. მადლობა მას საინტერესო ანალიზისთვის.